უბისა ზედ მღვიმეზე დგას. ეს არის მუშაობ ჩანამaz 12 რაჭის ხრებეტი მელემეთ ეს არის რაჭის მღვიმე რაჭის მღვიმე რიონი ჩაუდის ხომ არა და ხვამლის მთა ესაზღვრება ხვამლი აქ არის აი აქ არის ხვამლი გრძელდება ვიდრე ეს არის დაახლოებით უბისის ტაძარი აი ეს აქ არის ინიშნული მდინარე სადაც ჩადის და მღვიმეზე დგას უბისის ტაძარი დგას მღვიმეზე კოზმა და დამიანეს ეხლა უყური კოზმა და დამიანე ამ მღვიმიდან ესე იგი 4 სართულიანი კოშკის ძირში არის ამოქოლილი ეს უბისაში და კოზმა და დამიანეს მონასტერი მიყვანე იქამდე ხო გურულ ხარ კონდა ინფორმაცია ხუთისგან მეგონა რომ ეს საწვავი იყო ეპიდემიის დროს ეს ამოქოლილი არა მოგეკრანავიო ეს არის შეგნებულად ეს ამის განხელა არავის არ უნდაო ამოქოლილი შეგნებულად აქ რაღაცა საიდუმლოება არის ქედან 6 კილომეტრიაო დევის ხვრელის დასაწყისამდე დევის ხვრელის დასაწყისში არის კოზმა და დამიანეს ტაძარი უსარმაზარი ესე ქვია რა ქვია ქვის მასივია რომელზედაც დგას ეს პატარა სამლოცველო და იქვე თამარ მეფის დროინდელის სამალავეა ჩაშენებული მეშვიდე კლასში ვიყავით რომ წავუყენეს მასწავლებელი ის მე გააყოფილო მაგრამ ინფორმაციებს ვაგროვებ ჩემი ინტერესი გამოიწვია ამან კიდევ ბევრმა რამეა ხო და იქვე დგას ზიგი არა უფრო დათქვა დევის ხვრელის ამ დასაწყისიდან სამლოცველო და ხარაგაულში გამავალი მეორე ბოლოში იქაც სამლოცველო მდგარა რატომ იყო ასე შემოსაზღვრული სამლოცველოებით ანუ ქრისტიანული საქმეა ნახმარდებლური მეტრაკია სამლოცველოებით ეს ხვრელების მეტი რა არის ბაცო ბუნების მეტი რა არის სხვადასხვა მოგესალმებით ზებროსკედა მაღულებლებო, ეკატინის მაღულებლებო, ძირითადად თანა მემავლებლებო, თანა მოქალაქეებო. დღეს ეკატინის ეთერში გვაქვს რუბრიკით იგივაზისა, გადაცემა ფესვები. ფესვები ჩვენს მაღულებებს მოეხსენება, რომ ამის გადაცემა რამდენიმე გადაცემა ჩავწერე მე კარგად ვიცი, ბატონ გიგაჭეისთან
და არ იმყოფება თბილისში, მაგრამ იმედია მალე გამოახლებთ ამ გადაცემას, მაგრამ დღეს იგივე რუბრიკით და იგივე გადაცემის სათაურით წერთ გადაცემას სხვა რესპონდენტთან, ბატონ ალთან დილშველიძესთან, რომელიც გახლავთ ხარაგაულის რაიონის სოფელი ღორიშის მკვიდრი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, თადარიგის მაიორი ალთან დილშველიძე. მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონი ალთანდი დავიკავშირდა ჩვენს ტელევიზიას ძალიან საინტერესო საუბრები ჰქონდა და მან გვაჩვენა რუკა და ეს რუკა გახლავთ თუ ჩანს არ ვიცი ჩვენს ოპერატორს ვერტუალ იქნება ახლა განაჩვენოს ეს და ეს რუკა გახლავთ კავკასიონის რუკა, რომელიც დატანილი არის კავკასიონის ქედის ქვეშ არსებული მღვიმეები და მინდა მაყურებელს უთხრა, რომ მთელი ჩვენი კავკასიონი, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიის კავკასიონი ძალიან მდიდარია კარსტული მღვიმეებით, მიწისქვეშა გვირაბებით და დარბაზებით. ეს გარკვეულ სიმდიდრესაც წარმოადგენს ჩვენი ესე, იმიტომ რომ ფაქტიურად ის რაოდენობა წყლის, რომელიც საქართველოს გააჩნია, სასმელი წყალი მხოლოდ ეს ზუსტად ამ მღვიმეებში იფილტრება და შემდეგ საქართველოს ეწევა მდინარეებისა და წყაროების სახით და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა სასმელი წყლით. ეს დადგენილია, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ამაზე მუშაობდა წლების განმავლობაში და ასწავლების განმავლობაში მეცნიერთა ჯგუფი პაატა გიორგაძის მეთაურობით, როგორც მე პაატა ცხოვრებულმა პაატა გიორგაძემ რამდენიმე წლის წინ პანდემიის დროს გარდაიცვალა და როგორც ბატონმა პაატამ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა და ახლა 32 ტონი არის დაწერილი საქართველოს წყლის რესურსების შესახებ, ეს მეცნიერული კვლევებია და ბატონი პაატა დაუღალავად იბრძოდა და შრომობდა იმისთვის, რომ საქართველოს რამდენაირად ეწარმოებინა სასმელი წყალი და ქონოდა ექსპორტი სასმელი წყლის. რასაც ვექსპოესტრო ბატონი პაატა და ეს საქმე დღესაც უყურადღებოდა. მოკლედ, შემოგვიყვასო ადამიანებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემა მიეძღვნება კავკასიონის მიწისქვეშა მღვიმეებს და განსაკუთრებით აქცენტი გვექნება უბისის სამონასტრო კომპლექსის ქვეშ არსებულ მღვიმეზე, რომელიც უკავშირდება დევის ხვრელს და დევის ხვრელით იგი კავშირში უნდა იყოს ნუნისის მღვიმეებთან და რაც თავარია, მას აუცილებლად კავშირი აქვს ისეთ ცნობილ მღვიმესთან, როგორც არის ხვამლის მთის ქვეშ არსებული გამოხაბულები და ასე შემდეგ. ჩვენ გარკვეულწილად წინა წლებში რამდენჯერმე დაგვიკავშირდა ერთი ადამიანი, რომელმაც არ გავიმხილა ჩვენ თავისი ვინაობა, ისიც იმერეთის რეგიონიდან ეკავდა, ეს გითხრა, რომელიც ნამყოფი არის მღვიმეებში თითქმის ხვამლის მთამდე ვარ მისულიო, ასეთი რაღაც თქვა, თითქოს დაუჯერებელი. ოღონდ გვირაბში შევიდნენ ისინი ეშერაში, ანუ ეშერის გვირაბში და ბატონმა ესეთი უცნაური რამეს გითხრა, რომ ჩვენ ვიყავით 4 ადამიანი შესული, ამ 4 ადამიანი მარტო მე ვარ ცოცხალი დარჩენილიო და ის ვიმტკიცებდა, რომ ვონგორას აეროდრომიდან არის შესასვლელი ეშერის გვირაბებში, რომელშიც შევედითო
გაუგნება დაგვეუფლა, იმიტომ რომ იქ იყო პირველყოფილი პერიოდების ნახატები, თითქოს ფაფენილით სპეციალურად ვიღაცას მოუგებწია გზები და ეს უზარმაზარი გვირაბია, სადაც ტანკიც კი შეეტევაო და ეს დასაიდუმლოებული გვირაბებიაო. მოკლედ, ფაქტი ერთია, მეცნიერები ერთხმათ ამტკიცებენ იმას, რომ კავკასიონი არის ის იმ გვირაბების და იმ როგორ გითხრათ, იმ კარსტული მღვიმეების მთელი კასკადი და მთელი ჯაჭვი, რომელიც მთელ კავკასიონს მისდევს დასაწყისიდან ბოლომდე 1200 კილომეტრია კავკასიონი მოგეხსენებათ გადაჭიმული და ერთი რამ კიდევ საინტერესო ალბათ თქვენთვის დაგითხრათ, რომ ხვამლის მთა, ანუ ხომლის მთა ზოგ შემთხვევაში ასევე იხსენიებთ ხოლმე, ის არის ზუსტად ცენტრი კავკასიონის. კავკასიონის დასავლეთით 600 კილომეტრია კავკასიონი ხვამლის მთიდან და აღმოსავლეთითაც 600 კილომეტრია, სულ 1200 კილომეტრია. და დღეს გადაცემა მიეძღვნება ჩვენი მხოლოდ ერთ პატარა მონაკვეთს, აი 1200 კილომეტრიანი მღვიმეების კასკადისა. ეს არის ზუსტად ხარაგაულის რაიონში არსებული გვირაბების მთელი ჯაჭვი. აქვე დავამატებ, რომ ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გვიკავშირდებოდა, ეს აი ამ გვირაბების საიდუმლოების შესახებ, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაგვიხილა და მოვადრო მითხრა, მე თვითონ გესტუმრები თუ მაგრამ რა შეიძლება მე ჩვენ ეს ჩანაწერი გვაქვს, სატელეფონო ჩანაწერი და მე ამ არაფერი არ დაუშავდება ეს ადამიანს, თუ ამას ჩვენ მოვუძებნით და როგორც ხდა ჩვენ როგორც კი მოვუძებნით ამ ჩანაწერს, იმ დროში შემოგთავაზებთ პატარა მცირე კომენტარითაც. ახლა მივესალმოთ ჩვენს სტუმარს, ბატონ ავთანდილის და ბატონ ავთანდილი თვითონ მოგვიყვება ამ ყველაფრის შესახებ და მას ძალიან ბევრი ძე, როგორც მან გითხრა, 60-იანი წლებიდან არის დაწყებული ეს კვლევები, ამ თემით 60-იანი წლებიდან არის დაინტერესებული, მოძიებული აქვს აბსოლუტურად ყველა პუბლიკაცია და შენახული აქვს თუ გვირაბების შესახებ და კარსტული მღვიმეების შესახებ თუ ვინმე რამეს წერდა და რამე იქვეყნდებოდა ყველაფერი შენახული აქვს გაკეთებული ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი ანალიზი ჩვენი აზრით, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ ზუსტად სტელემოყოლები. და აქვე მინდა დავძინო ისიც, რომ ბატონი ავთანდილი არ გახლავთ არც ისტორიკოსი, არ გახლავთ არც გეოლოგი, უბრალოდ ის თავისი ესე ვთქვათ ჰობის სახით იკვლევდა ამ გვიმეებს, აქვს გარკვეულად ძალიან საინტერესო მოსაზრებები და ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრებები გასაზიარებელია ქართულმოღვაწეებისთვის და ეს არის ბატონი ავთანდილის მოსაზრებები. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ, მიესალმეთ მაყურებელს და გისმენთ. მოგესალმებით ქართველებო. წელს 1991 წელს 7 სახის კომისიას მე და ბატონ სიმონ ჯაბარიძემ შევქმნით. მათ შორის არქიტექტორები და ჟურნალისტები და ყველაფერი, მაგრამ ვერ შედგა ეს კომისია, მოძიება გვინდოდა იქ მისვლა. მაშინ ომი ატყდა, ცხონებული ზვიადის მე
კადრის ოფიცერი ვიყავი და გამიწვიეს იმაში რა ქვია სამაჩაბლოში პირველი იქიდან გვიანდა ვის ეცალა ეხლა მაგ გვირაბებისთვის იმ პერიოდში ვითომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მაგრამ 92 წლის 2 იანვარს მარცხენა ფეხის ყოჩში ტყვია მომხდა ეს საზოგადოებრივი წესრიგი არის კარი ვანებებ მაგრამ პირად საუბარს და პირად ინტერესით არ ჩამითვალოთ როცა ჩამთავრდა ეს ყველა ვერ გადაება აფხაზეთი და ასე შემდეგ როცა დაუბრუნდი მოვიძიე მასალები ამ საკითხზე უკვე დაკარგული იყო ყველაფერი და ვეღარც ბატონის სიმონი რომელიც ესე იგი უხეშად ალბათ გააგდეს სამსახურიდან ასე რომ დაიკარგა ის მასალები და შევაკოწიწე ისევ ახალი რაღაც რაც შევძელი და როგორც შევძელი ხო ნოჯიხურებზე და ციხიანზე მქონდა ამბავი ახლაც არის იქა ნანგრევები მდინარეს გააღმა ერთი ციხე დგას მდინარეს გამოღმა მეორე ციხე დგას ერთს ქვია ნოჯიხურები მეორეს ქვია ციხიანი და შუაში საინფორმაციო კოშკი კოშკის ნანგრევები ახლაც არის იგივე ქვით ამ ქვით აგებული ნიშანდობლივად საფიქრებელია ისიც რომ მდინარე ჩხერიმელა თითქმის ამ რუკაზე თითქმის გადაედინება კარსტული მღვიმის თავზე აი ეს არის აი ეს არის მდინარე ჩხერიმელა ეს კარსტული მღვიმეა გამოდის აქედან და მთელი 90% კარსტული მღვიმის თავზე გადაედინება ეს მდინარე იწყება ბერთა კლდიდან ეხლა ამას ვუყურებ ბატონო ავთანდილ მე აი ამ რუკას და ცოტა შეძრულიც ვარ იმიტომ რომ ეს მშენებლობები გზის მშენებლობები ეს მაგასაც მოგახსენებ რა პრობლემა აქ რომ მიმდინარეობს ეს თავისუფლად შეიძლება ამ ღვიმეებში მოხდეს წყლების გაპარვა თუ დაინტერესდებით ამის დოკუმენტაციაც მაქვს ეს ძალიან დიდი თემაა ბატონო ავთანდილ ჩვენ ალბათ ერთ გადაცემაში ვერ რა მიპასუხეს იცით რაო კაი ბიჭი ხარო მაგრამ წადი შენიო რა შეეშვი ეს შენ საფიქრალი არ არისო არა თანაც ეხლა უყურეთ რაზეა საუბარია ეს მე რუკა მიჭირავს ხელში ჩემო ძვირფასებო რუკა მიჭირავს ხელში აი ამ ეს რუკა რომ ნახე ამიტომ მიჩნდება მე ესეთი ამაში მე მგონი ეჭვი გარგეპარება არა რუკის რეალობაში არ მეპარება იმიტომ რომ ეს მე იმასაც ვფიქრობ რომ ყველაფერი აქ არ იქნება აღნიშნული ვიზუალი აქ არ არის ის რაც უფლისნიერ არის დამალული არ ჩანს ამ გურაკანში რაჭის ქედის ქვეშ არსებული აი რომ ერთ-ერთი აი ამ რაჭის ღვიმეთა ერთობლიობის ნაწილია ზუსტად უბისას ქვეშ არსებული ღვიმეც იგივე ნუნისის და ეს ერთად არის მოცემული აქ აგერ მე-12 ნომრად რაჭის ღვიმე მის ფართობი არის 500 კვადრატული კილომეტრი. რამდენი სოფელი დაეტევა? გესმით ეს თავისი სახლავს ათესით და 12 რაო საოცარია 153,000 კვადრატული კილომეტრი არის ეს რა არის იონური შენაკადი მისი და 76,500 ტონა წყალს იტევს ეს. ეს არის უზარმაზარი წყლის მარაგი, ეს არის სასმელი წყლების მარაგია, საწყალი პაატა გიორგაძე ამას ამტკიცებდა მთელი თავის ქალბატონი თია გოდოლაძე აიძულეს წასულიყო და პაატა საერთოდ ახალგაზრდა კაცი ამ ქალბატონმა მიუთითა და კატეგორიულად მოითხოვა რომ არ ეშენვინათ იქ ხესი რომელიც თურქებს აჩუქა იმარა ქვია ჩვენმა ბატონმა პრემიერმა 99 წლის ხალხო
ეს მღვიმეო რო წყლით გაივსოსო მე რა შვებითო რა შვებითო წყალი დაიკარგება ჯერმანამ ეს გაივსება წყლით მე მანამ ეს წყლით გაივსება წყალი დაიკარგება დღეს თია გოდოლაძე ქალბატონი არის იძულებული საზღვარგარეთ იძულებით წასული ნუ მართლის თნისთვის ალბათ არავის არ ინტერესებს სიმართლე და ეხლა კიდე აქ ბევრია კვლევები მაქვს რაღაცებზე და მე თვითონ ჩხერმილას დასახელებაზე რატომ ეს ჩემი მოსაზრებაა თუ გნებავთ ახლა ვეკითხეთ თუ არა და დიდხარით მე მოგიყვებით ეხლა აბატონო ეს არის ოფიციალური გაზეთი საერთო გაზეთიდან ამონარიდი დიდად გახმაურებული ამბავი არ არის 1972 წელს უცნაური რამ მოხდა ეშერას ლაბორატორიაში ჩაუშვეს კომისია რომელშიც ქართველი მეცნიერებიც იმყოფებოდნენ ცნობილი ამ მეცნიერთა ვინაობაც ჯუმბერ ლომინაძე მეოთხე რეაქტორის წარმატებული მუშაკი ატომური და რა მარტო მაგის ვახტანგ აბაშიძე და გერმანე გობეჯიშვილი რომელიც სტალინის მიტინგებით ხვამლის მთის გამოკვლევაზე იყო მოძიებას ხო და მიწის ქვეშ რაც ნახეს ეს ნამდვილი შოკია დამთხოვა თუ რაიმე კავშირია დაბეჯითებით ვერ ითქვა მხოლოდ ჯუმბერ ლომინაძე გადარჩა ცოცხალი რაც თვითონვე უკვირდა ორივე მეცნიერი კი დაავადდა გერმანე გობეჯიშვილი უცნობი დაავადებით ვახტანგ აბაშიძე სიმსივნით როგორ ჯუმბერ ლომინაძე პირად საუბრებში ამბობდა საქართველოს ქვეშ არის გიგანტური ლაბორატორია სადაც ტარდებოდა გენეტიკური ექსპერიმენტები რამდენიმე 1000 წლის უკან ამას მეუბნებოდა ის უცნობი რესპონდენტი რომელიც რამდენჯერმე დამიკავშირდა ანალოგი ზუსტად მაგეში რომელიც შემდგომში დაკონსერვებული და წყლით ამოვსებულია ამ ლაბორატორიაში რამდენიმე ჩასასვლელი ყოფილა ჩასასვლელების შესახებ ბევრს ნენია მაგრამ ადამიანებს გონება აქვს დახშული და სასაცილოდ არ ყოფნით მსგავსი საკითხები ასევეა ახლაც ნუნისის საკითხშიდაც და უბისის ტაძრის მინდება რაც მე მოგახსენეთ და რაც მოკლეული მაქვს და რაზედაც დარდობდა ტირი რამდენს მოახსენე ეს კულტურის მინისტრს მაგრამ არავინ ორი არ შეიბერტყა ეხლა თქვენს ყურადღებას მივაქცევ ეხლა მე გეტყვით ბატონო ავთანდილ რატო არ იბერტყავენ ყურს იმიტომ რომ ამ კვლევებს რომელიც აქ ჯერ გამოსაკვლევია ესენი ამ კვლევებს სჭირდება ფინანსები ეს ფინანსები ჯერ უნდა გაიღონ ამათ და ამათ პირდაპირ უნდათ ისე რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კანცელარია ნახე მე ესენი რომ ანუ ბევრად დილას გაქვთ წაგიკითხავთ მიუმართე 20 იანვარს 2020 წლის 20 იანვარს მაშინ როდესაც მიმდინარეობდა ჩინელების მიერ ეს რა ქვია თუმცა ახლა ორი ფაქტი მოხდა ჩემს მეხსიერებაში შეურნეცება რო ახსენეთ იქ ორჯონიკის ძეგლი იდგა უბისასთან და იქ ხიდი უნდა გაკეთებულიყო ახლაც არის ხიდის ბურჯები მიტოვებული და დაგდებული მე გამიჩნდა კითხვა უფლის მიერ ხომ არ იყო ეს ნაბრძანები რომ მიტოვებულიყო იქ იმიტომ რომ უბისიდან გასასვლელია კოზმანამდე გამოხდა ხანი და ჩინელების მშენებლობის დროს მოხდა ავარია ჩამოინგრა კოშკი და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მან ისე უფლის მიერ ხომ არ იყო მითითება და მინიშნება რომ დაანებეთ ამას და ნუ ასე ფიქრობ ეხლა კი ბატონო მიუმართე ხალბატონ მაიაცკიტიშვილს მოგახსენებთ რომ ცხოვრობ ხარაგაულის რაიონის საქმე ეხება ხარაგაულის რაიონში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობის ობიექტებს ჩემი ინფორმაციით იხილეთ რუკა მაქვს დანდართული უბისის ტაძარი დგას მღვიმეზე საიდანაც ასევე მღვიმური გვირაბით დაახლოებით 6 კილომეტრის სიგრძით უკავშირდება კოზმანის მღვიმურ გვირაბს ამ მოკლე ცნობაში აღარ შევეხები კოზმანის მღვიმური გვირაბის გაგრძელებას ხარაგაულის დევის ხვრელამდე აქ ყურადღება მინდა მიგაქცევინოთ უბისი კოზმანის მღვიმური გვირაბის შესაძლო კვეთას
დღევანდელი მშენებლობის ტრასის ხენოლურ გვირაბებთან. დაინტერესებული პირის სიამოვნებით მომსახურებდა აუხსნი უბისი კოზმანის ღვიმური გვირაბის მშენებარე ხელოვნური გვირაბების სარაუდო კვეთის დეტალებს, ასევე დაინტერესებულ მხარეს დაუდებ დასკვნას უნიკალური სამშენებლო ქვის სპონდიოს შესახებ, რომელიც ღვიმური წარმოშობისა და რომლითაც უბისის ტაძარია აგებული. პასუხი. ეხლა მოგახსენებთ პასუხს. თუ გნებავთ, თქვენ თვითონ წაიგითხეთ. ავადო. ბატონებო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემოვიდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მცხოვრები მოქალაქის ავთანდილ შველიძის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამშენებლო სამუშაოები წარმოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიახლოვეს. თხოვთ ერთიულად განიხილოთ განცხადებაში აღნიშნული საკითხი, რათა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას არ მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება. აგერ გაუციათ განკარგულება მათ. ვინ არის ისა? ხო, ეს თქვენ მიგიმართავთ საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის, რომ იქ არ შეიძლება ამის კეთება და მათ პროექტის მენეჯერი ვინ არის? კუპატაშვილი, ვინმე კუპატაშვილი ჯგუფის ხელმძღვანელი ვინ არის? სად არის საწერია რა? აღარ არის რა. ამამაჩენია. ვიღაცა ჩინელი საწერს. პროექტის მენეჯერი ბატონი ვანგ ფუჰუა. ბიჯო ხანკუი ხანცუი. ასია მაგათ სახელებარი. გუნდის ლიდერს ბატონ ფეტი ფურდემს კარგი, ნუ გაწვალოთ. და ესე იგი დასკვნა მე გამოვიდა დაიხიანგი და სვეტლოზარ დოჩევი ვიღაცა ჯგუფის ხელმძღვანელი. ხო და რა შეინტერესოს ახლა ბატონ ჩინელს ბოდიში და ცალფეხზე არ კიდია საქართველოს ღვიმეები და მისი კულტურული მემკვიდრეობის საკითხები? ქართველები ხომ ქართველს მოგმართე. დაინტერესდი ბატონო ამით მე ხომ ესე იგი ხო არ ვისვრი სიტყვებს ისე კაცო იქნება ვერ ვარ ჭკუაზე და მოდი შეამოწმე რა. უბისის ტაძარი ხომ მოცემულობაა. იქ არსებული ეს ძალიან ნიშანდობლივია ესეთი ამაზე შეიძლება სარჩელი აღიძროს. ესეთი განკარგულებები, რომ ისევ იმათ მიმართავს ვინც დაუშვათ თუ დარღვევით მინდის რაღაცა, ვინც უნდა შეაჩეროს სამუშაოები, ვისაც უნდა შეუჩერდეს სამუშაო, მასვე მიმართავენ, რომ მოდი და შეამოწმეო ერთი-ორი, რომ არაფერი მოხდეს. დავადგინოთ, მე ხო იმას არ აინტერესებს ქართულს მოგასებო, ესეთი საკითხებისთვის აუცილებელია და არასაკმარისი მხოლოდ აუცილებელია, რომ შეიქმნას ხოლმე შესწავლილი კომისიები დროებითი, რომელიც შეისწავლის კომპეტენტურ დასკვნებს დადებს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ხდებოდეს ასეთი რა. ამხელა გრანდიოზული სამუშაოები მიმდინარეობდა. ამხელა გრანდიოზული სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს და დასასრულისკენ არის იქ უკვე ყველაფერი და ყველას კარგად მოგეხსენებათ ხან ერთი მთაჩამოწვება პატარა წვიმაზე, ხან მეორე მთაჩამოწვება. მე ჩვენ რატომღაც გვიჩნდება ეჭვი, რომ არავითარი გეოლოგიური შესწავლა ამ მიდამოების არ არის მომხდარი და ისია დაშვებული პირდაპირ ნებართვები გაცემული აი ესეთ მშენებლობებზე. გასაგებია, რომ დიდი სატრანსპორტო გზები უნდა მიმდინარეობდეს ამის მშენებლობა, მაგრამ ბევრი რამ არის იქ გასათვალისწინებელი ბუნება ჩვენ შესწავლებს არასდროს არ გვპატიებს და არც გვაპატიებს. დრო და დრო ბუნება და გეოლოგია თავის ჩვენი ქვეყნის ესეთი რთული ლანდშაფტი თავის პასუხს იძლევა ხოლმე არასწორად, როდესაც უდგებით საკითხებს. ამის მაგალითი არის თუნდაც რაჭა. ჩემო ძვირფასებო, რაჭაში
გადის 10 წლეული აუცილებლად რაღაც ხდება, გავაგიდე ერთი 10 წელი კიდევ რაღაც ხდება რა იშლება რატის მთები და ამას განაპირობებს ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი მე მქონდა კომპეტენტურ ადამიანებთან, გეოლოგებთან და ჰიდროლოგებთან საუბრები და ისინი გარკვეულწილად შაორის ხელოვნურ წყალსაცავს ასახელებენ ამის პრობლემად, იმიტომ რომ აორთქლება გაი ტენიანობა შეიცვალა იქ და ძალიან რთულად არის რაჭის საქმე. ალბათ გეხსოვნება სულ 2 წლის წინ რა ამბავი დატრიალდა შოუში. ხო? ასე რომ ნუ ეთამაშებით ბუნებას, ნუ ეთამაშებით კავკასიის მთებს. ძალიან რთულად მოუტრიალდება საქართველოს. ეხლა ხარაგაულის რაიონის 2 სოფელი ფაქტიურად განადგურების პირასაა. იმიტომ რომ სახლები ინგრევა უკვე, იმიტომ რომ ქვეშ გაჩნდა ჩაიღვარა საიდანაც წყალი და წყალზე დგას ეს. მე არც გეოლოგი ვარ, არც სპელეოლოგი, მაგრამ ფიქრობ, კაცი ვარ, ადამიანი ვარ, მოქალაქე ვარ, კაცო, ჩემი ერის, ჩემი მიწის, რა ქვია, მოჭირნახულე ვარ. ხო და ფიქრობ, რომ კი ბატონო, საინფორმაციო საშუალებები, გზები და ტექნოლოგიები უნდა გაკეთდეს, მაგრამ ხომ შეიძლება ეს წინასწარ დადგენილი ნორმებით და შემოწმების შემდეგ მოხდეს ეს ყველაფერი. ხო, მეცნიერულად უნდა იქნას შესწავლილი და სხვათა შორის ბატონო ავთანდი ძალიან ისეთი რო იტყვია სკრუპულოზური შესწავლაც არ არის ხოლმე ძალიან ხშირად გარანტი იმისი, რომ იქ რამე უბედურება არ მოხდეს. რატო? იმიტომ რომ ხანდახან ეს მეცნიერებას ყველაფერს ვერ ითვალისწინებს. რაღა ბევრი გავაგრძელო. ეხლა მე ჩემი ხარაგაულის მოჭირნახულე ვარ. ჩემი ხარაგაული არის ჩემი საიდუმლო, ჩემი ცხოვრებით, მაგრამ რა უნდა უთხრა დანარჩენ ქართველებს რაიონის ხელმძღვანელობა ორჯერ მაქვს დადებული დასკვნები ამის შესახებ. და არავინ არ დაინტერესებულა, არც მერი, არც მოადგილე, არც საგრებულოს თავმჯდომარე და მოიარებით სხვა საქმე გვაქვს, ჩვენო რა საქმე გაქვს შედალოცილო. აი ამან უყურადღებობამ გამოიწვია ეხლა რა დღეშია ხარაგაულის მერი და გამგეობა, აი ამ სოფლ, აბა მიდი რამდენი მოსახლე უნდა გაასახლონ და რა თანხებია და თანხას თავი გავანებოთ. მათი სულიერი მდგომარეობა. გარდა ამისა, ის სოფლები, რომელიც გზის პირას იყო, აღარ არის ის სოფლები, ფაქტიურად კი აწერია ტრაფარეტები რო არის, მაგრამ იქ სოფელი საერთოდ აღარ იარსებს, იმიტომ რომ მე ერთხელ თქვი ერთი რამ, რომ როდესაც ტრასას გაიყვანენ აქ და იმ სოფელში დაუშვათ ავიღოთ იგივე ბორითი. ბორითის ხალხი გამოსული იყო და მათი ბიზნესის ნაწილი იყო ეს. სოკოს ყიდნენ, ტყის ნობაც ყიდნენ, იმას ეს ამ ოჯახებს ეხმარებოდა ეკონომიკური სარჩო იყო მათზე. 120 კმ/სთ სიჩქარით რომ მანქანა გაირბეს 50 მეტრის სიმაღლეზე გაგებულ ტრასაზე ის ხალხი იმ ხალხს რას უშვებით ხალხო ისეთი ხო სწავლენ იმ სოფლიდან მე მიწები სავარგულები ჩამოაჭრა ამ გზამს უყოლაფერი საძოვრები ჩამოაჭრა მთლიანად და დარჩა მარტო სახლები და ამ სახლში მოშიმშილე ხალხი ამაზე არ უნდა ეფიქრა ჩვენ მთავრობას ეკონომისტი ვარ მე და სულ გამოანგარიშებული მაქვს რა ზარალი ნახა სახელმწიფომ ამ ტრასის შედალოცულიშვილო კარგია რო გზას აკეთებ მაგრამ მოდი გაიანგარიშე იქ მარტო სოკოს და ინდივიდუალურად ხომ მომსახურე ის ხომ არ არის რომ რაღაცა პურის ფულს ნახულობენ რესტორნები სასადილოები ის ხომ შენ შემოსავალს გაძლევს ბიუჯეტში ხომ შედის რატომ არ ინტერესდები შენ რაიონში რომ გადის ესა დაინტერესდი რა ეს არის უვიცობის შედეგი რა თქმა უნდა თანამდებობებზე დგანან გინდაც პარლამენტში გინდაც რაიონებში ისეთი ადამიანები საერთოდ გაგებაში არ არიან რას აკეთებენ როგორც იტყვიან ძველებურად და მოქნეულად
რაც ევალებათ იმაში კარგად ბალზე შედან და ევალებათ ფულის თულა და ბალზე შედან და ტყემლის კურკებს ისვრიან. აი ასეთი ხალხი არიან. ჩემი შემოსავალი, ჩემი საარსებო მინიმუმი პენსიონერია 500 ლარია და მერის 7000, პარლამენტარის 14000, რა გაქვს ამისთან? რაც გჭირს ქართველებო, ჩვენი თავით გჭირს. კი ბატონო. მე ვემიჯნები პარტიული ესე იგი კუთხით პარტიული სტილით მართვას. რაშვა იყავე ბატონო შენ ნაციონალი იყავი თუ გინდა ქოციონალი იყავი აღარ ჭამა ხო გინდა აღარ ხუნად დაღართესოთ საქმე უნდა აკეთოს პროფესიონალმა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა საქმეში უნდა იდგეს ანუ მე პურე მაცხობს არა პურს მეც ვაცხობ მაგრამ მე პურე როგორ მოაცხობს ესე მე ვერ გამოვაცხობ რა თქმა უნდა ეს ნიშნავს მაგრამ პროფესიონალები სამსახურიდან დაითხოვეს 20 წლის წინ გაუშვეს სულ აგერ მოგახსენეთ თეოგოდოლაძეზე მე არც ვიცნობ ამ ხალბატონს მარტო ვიცნობ სტატიებიდან და მისი ჩანაწერებიდან კი ბატონო ხო გამოცდილი სპელეოლოგი გამოცდილი ამ საქმის მოღვაწე აიძულეს წასულიყო ესე იგი შენ საქართველოს სახელმწიფო და კერძოდ ბიძინა იონიშვილო შენ არ გაინტერესებს შენ გაინტერესებს მარტო კაიაფას 30 ვერცხლი. ეხლა მე უნდა ამას მოყვარს რომ ადამიანებს არ აინტერესებთ ეს საკითხები. და მოგახსენებთ ბატონის განმარტებას და სხვა თქვენ თავიანებს ხელისუფლებას არ აინტერესებს. ქართველი ხურმები ფლობდნენ რომ რუკას რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ 7 უმაღლეს ვიბრაციის ადგილს აერთიანებდა. უძველესი კოლხი ქურუმები ამ 7 წერტილს ერთმანეთთან მედიტაციის ბგერისა და ხილვის გზით აკავშირებდნენ და ქმნიდნენ 7 კუთხეს, რომელიც ცენტრში იყო ადამიანი როგორც მიკროსამყარო. ფარაონების დნმ-ით კოლხეთის მეფით აიეტით როგორც დედამიწაზე ციდან დაშვებული პირველი სამეფო ხელისუფლებით კი ბატონო თქვენ მზადად საჭერია კი ბატონო ხო სამეფო ხელისუფლებით კოლხი მედიათი და სეკატას ბაღით რომელიც უანის ტერიტორიაზე ყოფილა თურმე იქიდან რა ქვია ხვამლის ფრთიდან მოყოლებული სეკატას ბაღი იყო უანის ტერიტორიაზე ხო კოლხი ქურუმები გენეტიკური ალქიმიის აქტივიზაციას ახდენდნენ და უგზავნიდნენ დედამიწის ბირთვს ცნობიერ ხევებს რითაც კაცობრიობას ეხმარებოდნენ. ეხლა მე ამით რა მინდა ვთქვა და ყურადღება მიღაცევინოთ ხვამლის ფრთაზე. ზემოთ ნახსენები 7 ადგილია. ყაზბეგი, ცხეთა, ვარძია, ხვამლის ფრთა. ბეთანია, დავითგარეჯი, უდაბნო და მთაწმინდა. კიდევ ერთხელ მინდა მივაქციო ყურადღება ამ რაჭის მღვიმეს, რომელიც უერთდება და გრძელდება უბისის ტაძრიდან. ეს უნდა იყოს დევის ხვრელი, ეს მონაკვეთი და აქ უკვე აღარა ჩანს რუკაზე ეს არის ბერთაყდის დასაწყისი მდინარე ჩხერიმელა. ახლა რაც შეეხება ჩემ მოსაზრებას ჩხერიმელას მასე რა ქვია სახელდებაზე მდინარე ჩხერიმელას სახელდებიდან გამომდინარე ვარაუდობ რომ აქ არაფერ შუაშია ჩხერის მელა რა შუაშია მელა იგი უნდა იშიფრებოდეს 2 სიტყვით ჩქერი მალავს მართლაც აგერ ჩქერი რას ნიშნავს მაღლიდან ვარდნილი წყლის ჭავლს ჩანჩქერი ესეც ხო ესეც 2 სიტყვი ჩანჩქერი ანუ ჩანს ჩქერი არ იმალება ხო ხოლო ჩხერიმელას შემთხვევაში ჩქერი მალავს რაღაცას მალავს ჩქმალავს არ იხედება და ზუსტად აქ უნდა იყოს ხადესის კარიბჭე. აგერ რუკაზეც ჩანს რომ აქ ღვიმია. აგერ არის ჩქერიმელა
და აგერ არის ამხელა კარსტული მღვიმე. და ზემოდან ზვირფასებო თუ ხედავთ არ ვიცი აი ამ ადგილზე არის აღნიშნული ამ რუკაზე რომ არის აქ კარსტული მღვიმე და ჩქერი მალავს რაღაცას მალავს. ხო ანუ რას მალავს? ჩხმალავს არ იხედება და ზუსტად აქ უნდა იყოს ჰადესის კარიბჭე ჩასასვლელი. ანუ ბერთა და ლეგენდარული ნოეს კიდობნის ნაწილი. ოპა. ფიქრობ ეს ვერსია გადამაწყვეტს ექნება. ეხლა მე გეტყვით ერთ ამბავს. გვარი ისკარიოტელი როგორ იშიფრება? ის კარი იოტათია დაგმანული. აი ეს არის ნახევარი ი ასობგერა იოტა. დავუკვირდით დაუშვათ სიტყვაზე ამ ეს ფიგურა გავაკეთეთ ჩვენ მეტალით. ეს არის ზამბარა. ის კარი იოტათია დაგმანული. ის კარიოტელი. ეხლა მინდა მიგაქცევნოთ ყურადღება კიდე რაზე. წინასწარი დანიელი და სამი ძმანი ანანია, აზარია და მისაელი. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 600 წელს მოხდა მათი წამება. და უფალმა ცეცხლი ცვრად შეუცვალა და მავანი მეფენი ამა ქვეყნისანი ვინც დასარჯა და ისა რა ქვია გავოცებულები იყვნენ და შოკში ჩავარდნენ. ეხლა რას მინდა მიგავცევნოთ ყურადღება. ეს სახელები ტყუილა არ არის. ანანია ნიშნავს შეინანე. აზარია ნიშნავს აზარე, ზარი და არისხე. მისაელი ნიშნავს ის რასაც ელი. ანუ ისრაელო შეინანე, ზარი და არისხე, რასაც ველდებით, უფალი მობრძანდება. ყველაფერი ეს როგორ არ უნდა ბიჭო, კი ბატონო, რაღაც სპეციალისტი ხარ, პედაგოგი ხარ, მედიცინის მუშაკი ხარ, თოხის მუშა ხარ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ხომ შენი ესე იგი შენი იდეალური რწმენის საკითხია რა. მარტო ქართველებისა ხო არა. ყველა ერისა. ხო და ამისთან რაღაცები ეხლა გაკვირვებას რომ ადამიანები ამას არ უთმობენ, ბიჭო, ფულს ითვლიან მარტო ფულის თვალისწავლისას. კი ბატონო. ხო და ეხლა ეგ ევალებათ. მე ვსვამ კითხვას საერთოდ რატომ მაინც და მაინც აქ ამ მონაკვეთში ესე იგი კოზმანის და ხარაგაულის ამ გადასარბენზე დევის ხვრელი ქვია და დაცული არის სამლოცველოებით და რატომ მაინც და მაინც ქვია დევი? დევი ასოცირდება დიდ ადამიანთან. ხო, ადამიანი. მუტანტებთან, მაგრამ უარყოფით ესე იგი დევები არიან ეშმაკნი. კეთილი დევების არიან. ნუ ახლა ეგ საპრებში გასაგებია, მაგრამ მოდი ესე იგი დალ ღმერთის შვილი იყო ამირანი. დიახ. ხომ? ბადრი უსუპი ამირან უბლები დავიყარენით. ხო და მე ამირანი ზვერავს დევების სასახლეს. ხო და დევის კალი გამოდის. და რა შეუბნება? რას მიყურებ დევის კალო? გამომვლი და გამომვლები მე გამომვლი. ხო შენ ვინახარო ეკითხავდი. სომეხი ვარ, ტანტრე მქვიან, დავკარგე და ვეძებ ვირსა. დღეს ვიპოვე. დღეს დავკარგა, ხვალ ვიპოვე, ჩემ ბედი ასე სჭრისა. ეს ვებსტავსაციდაც არის ასეთი ლოგიკური დასკვნები დაზეროვაზე და ასე შემდეგ. მაგრამ რას ნიშნავს დევი? ამირან დევი შეიბნენ, ანუ დასცა დევი ამირანმა დააწყებინა ხრიან. ეს ჩვენ ფორმულად უნდა მივიღოთ და გადმოვთარგმნოთ
მაინც და მაინც ამ ადგილას დევის ხრელი რატომ არის და რატომ არის დევების სამფლობელო. ეს ხომ არ არის მინიშნება იმისა, რომ აქ სახიფათოა შესვლა. დევები გვაშინებენ? გავანებოთ ამას თავი. უცნობი ცივილიზაციები, ჩვენთვის უცნობი. მინდა მიგაქცევნოთ ყურადღება, იმაზე რა ქვია, ონის რაიონზე, ქალაქ ონზე. იბადონო. ასომთავრულში, ასობგერა ონი მზეს ნიშნავს. ჩვენ, ანუ შუმერები, როგორც ამბობენ, ირმის ნახტომის ორიონის თანავარსკვლავედიდან ვართო. ანუ ორი მზის თანავარსკვლავედი, ორი ონის. ეს ნიშანდობლივია. ხო. და იმ პლანეტიდან, ახლა სხვა პლანეტიდან, მთელი ვერსიებია რა, უცხო ცივილიზაციებზე. მე ბავშვობაში წამდა რომ უცხო ცივილიზაციები არსებობენ და რა, და მეკითხებოდნენ ახლა მოსწავლეებს, რა ვიან ხარ? ავიღოთ სფერო, ვაშლი. ჩვენ გვაქვს ამის დაშვების უფლება. წარმოვიდგინოთ სამყაროთ. იბადონო. ვარსკვლავს მეორე ვაშლიც. ხო. ამ წერტილში არის დედამიწა, არა? ხო, დამთავრდა. აი მოპირდაპირე და კუთხის წერტილში ეს ვაშლი იგივე ქიმიური ფიზიკური თვისებებით არ შედგება, რაც აქა და რაც აქა და რაც აქა. იბადონო. კარდიოლოგებს დავუსვი ერთი კითხვა. ჩემი კარგი გოგონები მყავს, კარდიოლოგები მათი ცოცხლობ რა. ხო, რომ უფალს ცალხილში უჭირავს მთელი სამყარო. და მეორეც თითქმას აგრძელებს რა. აი რა ფართობზე დაეტევა უფლის ხელიანად ეს სამყარო. დაეწყეს მკითხაობა, მეთქი არ გეტყვით თქვენ თვითონ იმას გენთ. ახლა ერთს გაუმხილე მე. სულ სხვა პროფესიის ადამიანს. ლეო ბოკერი არის კარდიოქირურგი. მე მგონი საქართველოში ახლა. მისი ჩანაწერებიდან მახსოვს ერთი რამე. ისეთი ლამაზი სხეული, როგორც გულია, არასოდეს ხელში არ მჭერია. და ხოლო ასე ამბობს, სული სისხლის მოძრაობაშიაო. აურეთ, ეს უკვე ნიშანდობლივია და დასაკვირვებელი ფაქტია რა. ადამიანის სხეული შედგება სამი კომპონენტისგან, სამებაა. ხორციელი, სულიერი და ასტრალური. გონია. ხო, ესე ხო, არა, ასტრალი მარტო გონება არა. ასტრალი ნიშნავს იმ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე განზომილებები. ჩვენ სამგანზომილებიანი ვართ. და მალე მეოთხე განზომილებაში გადავართ. მალე, იმიტომ რომ ჩვენი შემეცნება მეც ვერ იმარშობოდა თუ არ ესე გაუწევ. ზუსტად მე გამხტობა მეორედ მოსვლა ეგა მეთქი არ ვქე. არა, უნდა შეეგებო ცოდნით რომ არ მოხდეს. შეეგებო, ყველა ვერ გადავა ამ განზომილებებში. როგორ აი უყურე რეალური ფაქტია, როგორც კი სისხლის მოძრაობა ჩერდება, ადამიანის სული გამოდის ორგანიზმიდან. იბადონო. ამ ფაქტებს ძალიან დიდი დაკვირვება ჭირდებოდა. ეხლა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ მაინც და მაინც დევი. ეხლა ანუნაკები და ლემურელები, მერე ატლანტიდელები. ლემურელები იყვნენ ჰუმანოიდები. ატლანტიდელები იყვნენ კოლონისტები. ლემურელები იყვნენ უაღრესად მაღალი ადამიანები. ანალოგი კაენთან და აბელთან 7 მეტრამდე იყვნენ. შემდეგ შემცირდა ესა და ბატონი მეკითხებოდა ხარაგაულშიო აღმოჩენილებო გიგანტების ძლებიო და არ მეღეს ამასთან შეხვედრა. ხო და ზუსტად აქ უნდა ვეძებოთ. თუნდაც დევის ხვრელში. კი ბატონო. თუნდაც ბიბლიაში წერია ეს რომ როდესაც მოსეს გამოყავს ებრაელი ერი და აღთქმულ მიწასთან მოიყვანს.
მხოლოდ 2 ტომის შემოყვება, 10 ტომი არ შემოდის აქ. დაეუბნებიან, რომ ჩვენ ვერ შემოყვებით, მანდ იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი ადამიანები არიან და ჩვენი სიგრძე ხმლები უჭირავთო. აკაურობაზე ლაპარაკი. ამასვე გვეუბნება ჩვენ გია კვაშილავამ ფესტოს დისკო რო გაშიფრა. იმაში წერია პირდაპირ რომ ეს წარწერა ესე ჟღერს რომ ძმანო კორიბანდო დაფარეთ დედა ღვთაება. რას ნიშნავს კორიბანდი? კორიბანდი არის ღმერთკაცი, აი როგორც ჰერაკლე, როგორც ამირანი, ეს ღმერთკაცები არიან, კორიბანდები და დიდი ადამიანები არიან, ხო? რომელიც ემსახურებიან დედა ღვთაებას. და ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც ვიძახით, რომ დედაა საწყისი ყველაფრის, პლანეტასაც დედამიწა ჩვენ დავარქვით. არც ერთ ენაზე დედამიწა არ ქვია. ქვეყანას დედასამშობლო დავარქვით. ყველაზე მთავარ ქალაქს დედაქალაქი დავარქვით და არა ისე როგორც რუსები სტოლიცა, ისინი 100 კაცს დაინახავენ, უკვე მათთვის ქალაქია. და აქედან გამომდინარე და არის მოსაზრება, რომ დედა ღვთაება იყო ზუსტად აქ მიწის ქვეშ. მიწის დედა ის. ზუსტად აქედან არის. ანუ ლემურელები ატლანტიდელების გაერიდნენ, ანუ კოლონისტებს გაერიდნენ და გადასახლდნენ მიწის ქვეშ. თვითონ ატლანტიდა რამდენიმე 1000 თვითონ ატლანტიდა რატო ვერ იპოვეს, ყველაფერი იპოვეს, სად იყო? მე ვფიქრობ, რომ ატლანტიდაც მიწის ქვეშ. დღევანდელი ატლანტიდის ოკეანე სადაც არის? აქ იყო ვერ დაამტკიცეს ეს. არა, როგორ არ არის ისტორიას საკითხული მაქვს და არსებობს ამის, მე არ ვიგონებ ამას და ჩემ მოსაზრებას არ ვამბობ. კარგი. 10 სახელმწიფო 65 მილიონი ადამიანით, რომელსაც სახელმწიფოს ეწოდებოდა ჭაობებიანი გორაკების ქვეყანა, ერთ ღამეში ჩაიძირა. ან მეტეორიტის დაცემით, ან უფლის ნებით. ხო, და მე არის ასეთი ვერსია. ატლანტიდა იყო წარღვნის გაფრთხილება და წარღვნა არის ჩვენი გაფრთხილება. ნუ თქვა და ყოველი დასჯა მეორე დასჯის გაფრთხილებას იძლევა. ქართველი ერი მღერივად ჩვენ მრავალჟამიერს, კახური, ქართული და ასე შემდეგ და სხვათა შორის. რას ნიშნავს სიტყვა მრავალჟამიერი? კეთრი ახლა მრავალჟამიერი ვარ ჩვენ. კი ბატონო. კი. მუდმივად ასლანური მრავალჟამიერი მიყვარს. მივღებოთ მე რა თავის დროს. კი ბატონო. ჟამი დროს ნიშნავს და სომხურათაც ჟამია. სომხურათაც. ჟამი თურმე ნიშნავს 3600 წელიწადს. ყოველ 3600 წელიწადში იცვლის დედამიწა ან იხრება, ან ბრუნვას იცვლის. მუსლიმანები დღესაც დასავლეთით ლოცულობენ, ჩვენ აღმოსავლეთით ლოცულობთ. ანუ მათ არ მიიღეს ქრისტე და ანუ ის პირველი როცა ბრუნავდა ასე დედამიწა და ქრისტეს მოსულს მე დაბრუნდა. აი ჩვენებურად აღმოსავლეთით. ესე იგი ერთი ჟამი, მეორე ჟამი მრავალ ჟამი ერი ვართ. ესე იგი ჩვენ ლემურელებსაც მოვესწრით, შუმერები, ატლანტიდელები, ეს ყოველი 3600 წელიწადი არის ჟამი. ერთი კატასტროფა დედამიწისა. ასე არის ახსნილი. ახლა თქვენ ბრძანეთ და ანალოგს გეუბნებით. სულხან საბას ასე აქვს ახსნილი ჯოჯოხეთი. რამე თუ ჯოჯოხეთი არის შუა კერძოსა ქვეყნისასა და იგი შეზღუდული არის კლდითა და მიწითა. და გარე შეცულ არიან წყალთა მიერ და მას ზედა ანარს რომელთამე ადგილთა ზღვა
რომელსამე ადგილსა ხმელი. ზუსტად აქ არის ჯოჯოხეთი. მასა რა ქვია, ნოეს კიდომაში პერტაკლასთან 13 ამოქოლი ისევ ამოქოლილ ხრელთან ვლაპარაკობ. არის ვერსია ამაზე და ვინც იყო იქა საერთო გაზეთიდან მაიეჭელიძე და ისინი იყვნენ 12 გახსნეს ამოქოლილი და ნახეს 100-ია ნათქვამი არ ვიცი მე და მე-13 რო გახსნეს დახურეს ისო საშინელი გლოვა და გმინმა ამოდიოდა იქიდან დასავლო ჯოჯოხეთი იქ ვაიდე ეს არის ხარაგაულში ვაიდე და სოფლიო წყალმომარაგების რუკა აქვს იმ ბატონს მე რომ ჟურნალი დავტოვე და ის ცალკე განვიხილოთ მე კი ჩვენი ეხლა კიდევ ვიმეორებ იქნება კონკრეტულად ამაზე დამაინტერესებულიყავით და ლინგვისტებსაც კითხოთ კულტურის ჩემი აზრი არავის არ გახოთ თავზე თქვენ მეტი იცით ამ საკითხს და მიმართოთ რომ ესე იგი ხელმწიფება გქონდეს ან იქნება ჩვენ გიდი გვჭირდება სპელეოლოგი გვჭირდება კი ბატონო სპეციალისტები გვჭირდება თუ დავინტერესდებით ამით და მივართ აქამდე იქნება რატომ არის შეზღუდული სამლოცველოებით ეს რატომ რა შეასაქმე და მაინდა-მაინც დევის ხვრელი ქვია დევების ხვრელი იქნება ეს გაფრთხილება რომ არ შეხვიდე საფრთხის შემცველია ალბათ ბავშვებისთვის რატო ადამიანი ბავშვები ჩვენ ხო პატარა ბავშვები ვართ ჩვენ არა გვაქვს ის განვითარება რაც ქურუმებს ჰქონდათ ხო და რა დავადგენთ ამას ჩვენ ჩემ აზრს მიიღებთ რომ შევეკითხოთ კულტურის სამინისტროს და შეკითხვას წინ არაფერი უდგას ბატონო მივიტანოთ კულტურის სამინისტრომდე ეს ვერსია ამ საკითხის შესახებ და იქნებ გამოგვიყოს რაიმე ფინანსები ნეომამაის და ვქნოს და თქვენ გურულებმა იციან იპურტყვილეთ თქვენთვის რაფერს დინდათ რომ ბატონო ავთო ჩვენ საშუალებას აღარ გვაძლევს უკვე დროის ფაქტორი კი ბატონო იმიტომ რომ საკმაოდ არც მეგონა რამ სიგრძე გადაცემა თუ გამოგვივიდოდა და ძალიან საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენ და მე ვფიქრობ რომ ჩვენ კიდევ უნდა შევხვდეთ იმიტომ რომ ბევრი რაღაცები გვაქვს ჩვენი წამოიჭრა საკითხები წყლის საქმე ის ანუ ქვის საქმე კიდევ რომელიც შეიძლება იქნას მოპოვებული თუ ამიტომ დღევანდელ გადაცემაში ბატონავთანთვის შემაყურებლებს მიმართავ დავემშვიდობები თუ რამე გაქვთ დასამატებელი მიმართეთ მაყურებელს არაფერს არ დავამატებ ნახევარ საუკუნეზე მეტია ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებ და ვწვალობ მადლობა თქვენ რომ მიაქციეთ ყურადღება ამ საკითხს და აბა თქვენ და აბა ჩვენ აბა ჰე კი ბატონო აი ერთგან შემახსენეს მე ბატონო ავთო რომ არის ესეთი გალობა 3000 წელზე მეტი გვიცხოვრია როგორც ერთსაო და კიდევ დიდხანს ვიცხოვრეთ ანუ 3000 როგორც ერთი ჟამი როგორც ორი ჟამი და სამი ჟამი ჩვენ კიდევ მრავალ ჟამს ვიცხოვრებთ დიდი მადლობა ძვირფასწელე მაყურებლო მადლობა თქვენ ისევ და ისევ რომ მომაქციეთ ყურადღება აუცილებლად ვესტუმრებით ხალაგაულის რაიონს რამდენად ვერ შეგვირდებით რომ მე პირადად და ჩვენი გადამზღები ჯგუფი პირველები შევართ მაინდა-მაინც და იმ გვირაბებს ჩვენ თვითონ ავიცისეთ მართალი გითხრათ ამის არც გამოცდილება გვაქვს მაგრამ ჩვენ უშუალოდ იმ დევის ხვრელთანაც მივალთ უბისასაც და ბატონ ავთოს ვესტუმრებით თანახმა იქნებით რომ ვესტუმროთ ბატონო შემოვნებით მაგრამ ეხლა თუ წავალ ბაზარში ვიერო და წავწოვოთ რა სხვა დიდი მადლობა და ძირფასწელე მაყურებლებო აქვე მინდა გითხრათ რომ მე წერდი გადაცემებს ფიქრი ვადისა და ფესვები
რადგანაც ვახსენე ბატონ გიგაჭეიშვილთან ერთად და მაშინაც შეგვიდგით, მაგრამ ვერ შევასრულეს და ეხლა ნამდვილად გვირდებით, რომ აუცილებლად გია კვაშილავას მოვიწოთ და ვისაუბრებთ ჩვენ ამ თემაზე და გავაგრძელებთ იმ თემებს და ბატონ გიგასაც ვთხოვ, რომ იქნებ რამდენადაც პატრიოტი დაგვდოს და მოახერხოს დასავლეთის ცხოვრობს ახლა ბატონ გიგა გურიაშია და ამიტომ ვეღარ ვახერხებ ჩვენ ამას, მაგრამ მოკლედ იქნება გაგრძელდეს ეს ციკლი, ჩემთვის ძალიან საინტერესო, ჩემთვის ძალიან ისე მეგონი თქვენც მოგწონთ. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე, მადლობა ბატონო. მადლობ თქვენ. Trust me.